გამარჯობათ მეგობრებო, ეგეთი ბრუტალური კოშმარი ჯერ არ წამისვია ტუჩებზე, მაგრამ ნუ ხანდახან ესე რომ ვთქვათ იყოს რა. მოგლეთ ელემენტარულად რო დაფიქრდე, ხო? აი მთელი ეს სამყარო რაში ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის შექმნილი სტრუქტურა. როგორი ლამა არ ციხეს ვერ დავარქვე, იმიტომ რომ მშვენიერესი რამ არის ეს სამყარო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. აი უბრალოდ აი ესეთი სახლივით არის აშენებული. ისიც რომ განვიხილოთ, წაკითხული გაქვთ ბიბლია და სახარება ბიბლიაში, ხო წერია რომ ესეთი ცოტა შემაშფოთებელი ფრაზაა რა, რომ ზეცაცო ტვერდ ნебесная ესეც შექმნილი სახურავით არის გაკეთებული უფრო მაღალი იერარქიების და შექმნელის მიერ ჩვენი აქ ყოფნისთვის და ფანტასტიკური ფილმია მატრიცა თუ გახსოვთ არა, როგორ გენიალურად არის ყველაფერი გადმოცემული. სხვადასხვა ხანდახან ეს შიგადაში ყარნახობენ და გვაძლევენ აი ესეთ რაღაცა მინიშნებებს, რომ ცოტა მოდით აზზე რა. აი ხო კონკრეტულად გეუბნებიან იმაზე, რომ გამოდი ამ სამყაროდან, აი ამ საერთოდ აი ამ ჩარჩოდან, აი ამ განზომილებიდან, სამ პარამეტრიანი განზომილებიდან. ხო არსებობს უამრავ განზომილებიანი სამყარო. მაგრამ ისმის კითხვა ხო, რომ აი როგორ უნდა გავაკეთო ხა აი ის მომენტი, ხო? რომ თქვათ გამოვიდე აი ამ სამ განზომილებიანი სამყაროდან, ხო? პრინციპში ბლეფია რა, ესე რომ დავფიქრდეთ ახლა. რას ვქია, ცხოვრობ, ვიძინებ, ვიღვიძებ, ჭამ, სვავ, მაინც მშია, მაინც მწყურია. ეხა ეს იმის ტოლფასია, რომ გითხრა, რომ მოდი ეხა შენ გააკეთე მედიტაციური ქმედება, ისეთი რომ აღარ გინდა არც ჭამა, არც სუნთქვა, არც არაფერი და იყავი ესე რაღაცა უზენაეს სამყაროში უკვე გადარეული პირდაპირ პერშინგივით გავარდნილი, გაფრენილი. იცით რა არის? ალბათ თვითონ ამ ჩვენ დედამიწაზეცვე არის უკვე სპექტრები და მდგომარეობა დაყოფილი იერარქიებად. მიახლოებით ზუსტად იმ იერარქიებად, როგორითაც არის გაყოფილი შემდეგ უკვე უზენაესი სამყარო, რომელიც ჩვენზე დგას და ჩვენს მიღმა არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩაკეცილი, როგორც კაბალისტური ენით რო ვთქვათ, რეშიმო ესე გენია, ესე ჩახვეული არის სულიერ გენში. ადამიანის მახსოვრობაშია დევს აბსოლუტურად ყველაფერი. ესე იგი, რო იძახია, რომ დადგა ეპოქა და დადგა ერა გაღვიძების, გამოღვიძების, ხო, ეს რაღაც მომენტში არის ძალიან რეალური ჭეშმარიტება, იმიტომ რომ თავის დაუნებურად, ხო, ადამიანს უბრალოდ ებადება შინაგანი ტრანსფორმაციის სურვილი. თქვენ აი თუ დაუკვირდებით, არ ვიცი მოგსვლიათ ეგ მომენტი თუ არ, მაგრამ მე რეალურად ვდგები ხოლმე წინაშე იმ მომენტის, რომ რაღაცა ჩემი ძველი თვისებები, საერთოდ რომლების გარეშეც არ შემეძლო ცხოვრება, თავისით აი როგორც ნაჭუჭს რო ვწქვნი, ხო, კვერცხი და ესე თვითონ რაღაცა ძალა მაფრთხილებს და მაყრევინებს ამ თვისებებს. რაღაც ახალი იბადება შინაგანად და პლუს კიდე ამ ყველაფრის მიღმა, ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მივაღწიოთ ამ მდგომარეობას, აუცილებელი არის აი რაღაცა სიწყნარე, შინაგანი სიმშვიდე, მაქსიმალური სიმშვიდე, რაც არ უნდა მოხდეს, ხო, დამიჯერეთ რა მეგობრებო, რა პრობლემის წინაშეც არ უნდა წარდგეთ თქვენ ცხოვრებაში, ეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოიპოვოთ თქვენ თავთან შინაგანი ჰარმონიული ბალანსი, სიმშვიდის ბალანსი, იმიტომ რომ ეს სიმშვიდის ბალანსი არის ზუსტად საწყისი და კარები იმ უზენაესი გზისაკენ, რასაც ქვია სხვა განზომილებების, სხვა იერარქიების გზაუკტავებისაკენ. ასევე ეცსაი ძალიან ხშირად მაქვს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც აი სულ დასტრეტისილები არიან და შეშინებულები იმ სამყაროს მდგომარეობიდან, ვაიმე ხა ბომბს გესვია, ვაიმე ხა დაგვამონებენ, ვაიმე ხა ის მოდა, ვაიმე ხახნო შემქმნელს აქვს n რაოდენობის სცენარი.
სასწაული რაოდენობის სცენარია და თავისუფლება მოგცა შენ ზუსტად იმაში, რომ შენ გაქვს საშუალება აირჩიო რომელ კარებს გააღებ, შენ გაქვს საშუალება აირჩიო რომელ კარებში შეხვალ. ეს იქნება სინათლის, ტრანსფორმაციის, ბედნიერების, გაცისკროვნების, უკვდავების, უსასრულებლობის თუ დარჩები ამ მატერიალურ პლასზე, რომელიც აუცილებლად განაპირობებს ძალიან რთულ ეკოლოგიის და მიღმა მატერიალურ ადამიანის პრობლემებს, იმიტომ რომ თვითონ ადამიანის ეგო ხო ავიდა პიკში. უკვე აი ეს ჩვენი კაცობრიობის საფეხური, რომელზეც ვიმყოფებით, ამაზე იქით უკვე აღარ არსებობს, ხო? ვართ უკვე კულმინაციურ მდგომარეობაში ეგოს სიგიჟეში ვართ უკვე ასულები და ამის იქით გზა აღარ არის. მატერიალურმა სამყარომ ყველაფერი უკვე აი ესე რომ ვთქვათ, უხეშად იჟილო, აი ესე ამოჭამა თავისი თავი. ამიტომ დარჩა მარტო ის, რომ უბრალოდ გაგარტყას ტრაქში ატომური ბომბი. ერთმანეთს რომ დავმარტოთ. მაპატიეთ ახლა ესე რომ ვთქვი, ცუდი სიტყვა ვიხმარ, მაგრამ რაღაც წამოვიდა თავისით. აი ეს ხა დაგვრჩა რომ ერთმანეთს ეს ბომბები, მაგრამ არასოდეს არ დაგავიწყდეთ რა, რომ ის ადამიანი, ვინც ჩვენთაგანი მომართული იქნება რაღაც აბსოლუტურად უკვე იმ გზისკენ, რომელსაც მიყევხარ ამ სხეულის და მიღმა მაღალ სიმშვიდის იერარქიაში ღმერთთან, ასე რომ ვთქვათ, სამწუხაროდ შენ ალბათ იქნები ამის მომსწრე, მაგრამ შენ ეს არ შეგეხება. მომსწრე იქნები იმდენად, რამდენადაც ჩვენ საერთოდ ჩვენი გარდაცვალების მერეც მომსწრე ხდებით ძალიან ბევრი რამის. უბრალოდ კონტაქტი უკვე სხვა დონეზე გადადის ადამიანის განვითარების და ამიტომ ეს კონტაქტი მატერიალურთან უკვე გიწყდება. ფიზიკურად არ შეიძლება და აღარა გაქვს ურთიერთობა. ვეღარა გაქვს ურთიერთობა რა, მაგრამ ხედავ შეიგრძნობ, რატო არის ემოცია და გრძნობა უკვდავი, რატო რჩება მარადული, იმიტომ რომ ემოცია, სიყვარული, შეგრძნება არის ის სულის ნაწილი, რომელიც გთავაზობს შენ უკვდავებას, ის სულის ნაწილი, რომელიც არის უკვდავი. ამიტომ აირჩიე რა სწორე კარები, რა სწორე შემქმნელის კარები. მომართე შენი თავი ამ გზისკენ და იცოდე რომ არაფერი ცუდი არ შეგეხება შენ თუ იქნები აი ესე უხეშად რო ვთქვათ რა, შენ თუ იქნები შემქმნელთან, შენ თუ იქნები აი იმ იცით რა არის იმ დღეს უყურებდი გადმოსცემდნენ, ესე იგი ნუ სასწაული როგორი მფრინავი რაღაცა არწივი მოფრინავს ამერიკელების ის რაკეტა, რომელიც იმ შევარდენის ფონდ. ნუ იმ მომენტში ხო შეხედეთ, ავინც ნახეთ, არა როგორი კონსტრუქციით აწყობილია რა ხდება, ეს ხო არ არის ადამიანის მიერ გაკეთებული, არ არსებობს, ეს ხო არის რაღაცა სხვა ცივილიზაციებს, რასაც იზახია რომ კონტაქტი აქვს და იმათ ამათ და გარკვეულ რაღაც შეგადებს, რაღაცებს გვაძლევენ, რაღაცა ინფორმაციას გვაძლევენ. ეს ხო არის out of space ამბავი. ეს უბრალოდ ის როგორ დაიკეტა ზემოდან ეს რაღაცა სახურავი რო აეხად, ნუ მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენი იერარქიაც არ უნდა არსებობდეს ჩვენ ზემოთ და ჩვენს მიღმა, ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ყველა მთელი სამყაროს იერარქიები ექვემდებარება იმ უზენაეს მთავარ შემქმნელს, საიდანაც წამოვიდა ყველაფრის არსებობა. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა შენ რა დონის მატერიალურ ძალას ფლობ. თავარი არის შენ რაოდენ დიადი რაოდენ დიად სულიერ მასალას და მატერიას შინაგანად ფლობ. შენ სულს რაოდენ ფლობ აი იმ ერთეულის კონტაქტში, იმ უდიდესი ძალის კონტაქტში, რასაც ქვია სრულიად საერთოდ ყველაფრის შემქმნელი ერთადერთი წყარო, სინათლის წყარო, სინათლის და ღმერთის უზენაესი ენერგია. ნახოთ, ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც გველოდება, ძალიან ბევრი მტკივნეული, ძალიან ბევრი არ ვიცი, კარგი, ცუდი, მაგრამ კარგი ალბათ ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ. კარგი უნდა ჩვენ თვითონ დავაპროექტიროთ, იმიტომ რომ იმდენად უკვე გაშვებულია ჰაერში, ატმოსფეროში ეს დაპროგრამირებული ნეგატივი,
რომ კარგი ჩვენ თვითონ უნდა დავაპროექციოთ, შევქმნათ, რომ ამ ძალამ შექმნას გაარღვიოს ის სახურავი, ეგოსი და ბოროტების, რომელიც ჩვენს თავზე არსებობს. ნუცართ პოდკასტი, ძალიან მიყვარხართ, თქვენთვის პრაქტიკულად ვცხოვრობ და ჩვენ ერთმანეთისთვის უნდა ვიცხოვროთ და ვისუნთქოთ, იმიტომ რომ ეს გვაძლევს ძალას და ცხოვრების მარადიულობას. რა ვიცი, ვიყოთ ერთად და ვისაუბროთ. ნუცართ პოდკასტი